ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს გაუმჯობესებულ გარემოში განაგრძობენ. ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი. შენობა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებულია შეშემო პირებისთვის. დამონტაჟებულია ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 6.200.000 ლარს აჭარბებს, მოეწყო სპორტული მოედანიც. სკოლის შენობა 1040 მოსწავლეზეა გათვლილი. სრულად რეაბილიტირებულ მეოთხე საჯარო სკოლას ეწვივნენ და მის ინფრასტრუქტურას გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე. ნახეთ ფოტოებზეც რა მდგომარეობაში იყო ახლა სკოლა და დღევანდელი მდგომარეობით ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, არაჩვეულებრივად აღჭურვილი და მე მინდა მიულოცო რა თქმა უნდა სკოლის დირექტორს, სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს და რა თქმა უნდა პირველ რიგში მოსწავლეებს. ახლად რეაბილიტირებული სკოლა რა თქმა უნდა სკოლების რეაბილიტაცია ხელს უწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც და ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც ხორციელდება სკოლების რეაბილიტაციის სახით და რა თქმა უნდა ეს პროექტი გაგრძელდება ჩუმოვსმართული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ასობით სკოლის სრულად ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლების მშენებლობას. დღეს ასევე ვანის მუნიციპალიტეტში დავათვალიერებ სრულად რეაბილიტირებულ სკოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საქართველოს მთავრობისთვის და მიმართულებით რა თქმა უნდა მუშაობა გაგრძელდება. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლებისთვის და ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას მხოლოდ ზესტაფონში წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაშიც შედის როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ქალაქ ზესტაფონში 7 სკოლიდან მხოლოდ 2 დაგვრჩა სარეაბილიტაციო, რომელიც აუცილებლად მომავალში გაკეთება. პროექტი დაიწყო 2023 წლის ოქტომბრის ბოლოდან და დასრულდა დეკემბრის ბოლოს. სკოლა უკვე პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. მოეწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ინფორმაციულ ტექნოლოგიური ლაბორატორია. ყველა საკლასო ოთახში იქნება თითქმის ლეპტოპი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი 3 სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა. ჯორჯიან ბას და ომნიბუს ექსპრესთან ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით. ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია მეტრო ჯორჯია განახორციელებს. სატრანსპორტო კომპანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს დანარჩენი 2 კომპანიის მსგავსად თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მეტრო ჯორჯიასთან პარტნიორობით კიდევ უფრო გააძლიერებს მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხო ტრანსპორტირების შესაძლებლობებს. აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის მეტროს პარტნიორია საქართველოში და სატრანსპორტო სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს. მეტრო ჯორჯიას ავტობუსების სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მგზავრების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. კომპანიის პოლიტიკა ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებაზე, ნათქვამია ინფორმაციაში. ციფრული ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება, აზიის განვითარების ბანკის, კორეის მთავრობის მხარდაჭერითა და ფონდ კურაციოს ორგანიზებით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კორეელმა ექსპერტებმა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სომხეთის დელეგაციის წევრებს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. მთავარი თემა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის კიდევ უფრო გაუმჯობესება იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად ციფრული გადაწყვეტილებების მიღებას. სამუშაო შეხვედრის ფორმატში მხარეებმა მომავლის გეგმებზეც იმსჯელეს.
შეხვედრა მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდისთვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დელეგაცია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსგან და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას ამ მიმართულებით. Very keen to learn from not only Georgian our partners but also by participating in this meeting to learn from other countries, and we really appreciate this opportunity that has been given to our colleagues from Ministry of Health of Armenia to be a part of this conference where I'm sure we will exchange our challenges, how we're solving the problems in the healthcare system, and we can learn better to implement and to improve the project. My team members introduced the main functions of HERA, such as claim review and review system, and drug utilization system, pharmaceutical management system, and assessment system for healthcare qualities. I think the NHA and the NHA, Ministry of Health, and my company can make a strong collaboration and will be more strong activities, cooperative activities in the future. სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მოსამართლის განმარტებით მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია. სად იყვნენ ადვოკატები აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებისას, აღნიშნა მოსამართლემ. დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამასთან მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შეჩერება სურთ შტატებს, რომლებსაც დემოკრატები მართავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება აშკარად არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორების, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადებული პირებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.